მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ და დღეს ვისაუბრებ კეთრის შესახებ. კეთრი ადრე შიშის ზარს ცემდა ადამიანებს. თუ კეთრი დაემართებოდა ადამიანს, ეს ნიშნავდა, რომ სრულად იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან და მას გარიყავდა საზოგადოება და მისი ცხოვრება მთავრდებოდა ტანჯველად. წარმოიდგინეთ აი შუა საუკუნეებში, რომ ადამიანი ხელზე სადმე შეამჩნევდა თეთრ ლაქას ან ვარდისფერ ლაქას, ერთს თუნდაც და ეს არაფერი. და რაღაც დროის მერე შეიძლება დაეწვა ხელი ისე რომ ერთ მიმხვდარიყო, ვეღარ გრძნობდა ტემპერატურას, მაგალითად რაღაც ქვაბზე ან რაღაცას დაიწოვდა ხელს. და რამდენიმე თვის მერე უკვე ამ ადამიანს კანი დასახიჩრებული ჰქონდა, თითები ეკარგებოდა, მხედველობა უკვე იქნებოდა შეიძლება დაბრმავებულიყო და გზა რჩებოდა ისოს რაღაც ბაზრის მახლობლად გასულიყო რაღაც ხის ისეყი და ეჩხაკუნებინა მოწყალება ეთხოვა ისე რომ ახლოსაც არავინ არ მივიდოდა და ეს თუ გამოიჩენენ მოწყალებას ხო ვიღაცები დაეხმარებოდნენ არ ეკარებოდნენ და როგორც კეთრიანსო ხო გამოთქმაც არის ძალიან დიდი პრობლემა იყო მოკლედ წარსულში და აღწერილია ძალიან ბევრგან კეთრიანი ადამიანების ტრაგიკული ისტორია. სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში კეთრს იწვევს ბაქტერია, მიკობაქტერია, სხვა შორის მიკობაქტერია იწვევს ტუბერკულოზსაც, ოღონდ მიკობაქტერია ტუბერკულოზის ქვია, რომელიც ტუბერკულოზს იწვევს და მიკობაქტერია ლებრა არის, რომელიც იწვევს კეთრს. კეთრის სახელი არის ლებრა, ლეპროზი ეძახის ზოგი. ლეპროზი იგივე ლებრა არის ჰანსენის დაავადება, იგივე უფრო ნეიტრალური სახელი ქვია და იწვევს მოკლედ ეს ბაქტერია. ეხლა რა შეასაქმე ეს ბაქტერია? შედის ადამიანის ორგანიზმში და იწვევს გამრავლებას ადამიანის ნერვულ უჯრედებში, ნერვებში მრავლდება. ძალიან ნელა თვეობით წლებთან ერთად და ადამიანის იმუნური რეაქციებიცაა დამოკიდებული. ზოგ ადამიანს ერთ არ ემართება. ანუ ასე რომ რამდენიც არ უნდა კეთრიანთან ეცხოვრა, არაფერი არ მოვიდო და ამიტომაც ესეთ შემთხვევების ხშირია აღწერილი, ხშირი კი არა უმეტესობა ადამიანს არაფერი არ მოძდიოდა, თორე სხვა შემთხვევაში უმეტესობა დაინფიცირდებოდა, მაგრამ ასე არ იყო. ნერვებში რომ შედის ეს ბაქტერია მრავლდება იქ, ნელ-ნელა აზიანებს ნერვებს, ნერვები რჩება დაუცველი. მერე ნერვები კვდება, ნერვები რო კვდება, ადამიანი ვეღარ გრძნობს, სითბოს, სიცივეს, ტკივილს, ადვილად მოძდის ტრამვები. აღარ იზრდება თმები, ნერვული რეაქცია რო შესუსტებულია, კანის იმუნური რეაქცია შესუსტებულია და პატარა ჭრილობამ, პატარა კანის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი წყლულები, კანი ზიანდება ისე რომ მერე ძვლებიც ზიანდება და თითები უმოკლდებათ ეგეთ ადამიანებს და იმიტომ ამბობენ თითები წყდება ადამიანს. სინამდვილეში ის არის რომ მუდმივი დაზიანების გამო შემდეგ ძვლებიც ზიანდება. ესეთი ადამიანები კარგავენ მხედველობასაც, ვინაიდან შეიძლება თვალს ვერ ხუჭავდეს, თვალი უშრებოდეს მუდმივად, მერე ვითარდება ანთება სერიოზული და ანთების შედეგად მხედველობა დაკარგოს. რქოვანის პრობლემა არის ხოლმე ყველაზე ხშირად. მთელ სხეულზე შეიძლება ქონდეს კვანძები, ასევე ლაქები, ძირითადად იწყება ლაქებით, რომელიც არის ვარდისფერი ან მოთეთრო. ყველაზე მთავარი ნიშანი, რითიც შეიძლება მიიღწევს ადამიანმა ლაქაზე, ეს არის, რომ არც ეკავება, არც ტკივა, მაგრამ არ აქვს მგრძნობელობა, ვერ გრძნობს სიცივეს, ვერ გრძნობს სიცხეს, ვერ გრძნობს ტკივილს, ან ტკივილის გრძნობა იმ ადგილას აქვს გამქრალი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, ნიშნავს, რომ იქ სადაც ეს ლაქა აქვს, ნერვი აქვს ადამიანს დაზიანებული. ეხლა მთავარი კითხვა არის ხოლმე როგორ გადადის, ანუ ადვილად გადადის რთულად. ძალიან რთულად გადადის, არ გადადის ადვილად ლეპროზი, საბედნიეროდ, რადგან ადვილად რომ გადადიოდეს, ადამიანის დიდი რაოდენობა დასნებოვდებოდა. გადადის ძირითადად აირწვეთოვანი გზით, მაგრამ მრავალჯერადი ჩასუნთქვა ჭირდება. დიდი ხნის თანაცხოვრება ჭირდება, ანუ ის რომ ადამიანს შეხვდე, თუნდაც ერთხელ ხელი ჩამოართვა, ან ჩაეხუტო, ან უბრალოდ ერთ ოთახში მასთან ერთად იყო, როგორც წესი კეთრი არ გადადიოდა, გადადიოდა მრავალჯერადი ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ, ძირითადად ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ და ეს იყო, ან ადამიანები აბრალებდნენ ამას ღმერთს ზოგჯერ, რომ რაღაც უწმინდური არის ადამიანი და ან რელიგიურ საკითხებს აბრალებდნენ ხოლმე ღმერთს, კი ამ შემთხვევაში უფრო რა აი მის უწმინდურობას და უკავშირებდნენ რაღაც სულიერ საკითხებს უკავშირებდნენ და განდევნიდნენ ხოლმე.
ეს ერთგვარად შეიძლება ვთქვათ, რომ იყო იზოლაციის ერთ-ერთი გზა, რომ თუ ამაზე იყვნენ უწმინდურია, არავინ არ შეეხებოდა და ის ლეპრიც აღარ გადავიდოდა სხვა ადამიანებზე. ანუ ერთგვარი საზოგადოების დაცვა იყო და ესე აკეთებდნენ ხოლმე, რომ ბიბლიაში მაგალითად აღწერილი, რომ თუ კი ეს კეთრიანი იყო, მღვდელი გასინჯავდა ხოლმე ექიმებს ბიარა. ნუ ან იმ დროინდელ ექიმს რა უნდა ეკნა, მაგრამ მაინც და ეს იტყოდა რომ თუ მღვდელი იფიქრებდა რომ ეს სოდვებისგან და ეს რაღაცისგან იყო ჯერ გაუშვნენ 7 დღიანი იზოლაციაში 7 დღის განმავლობაში თუ გამომჯობინდებოდა ეს ადამიანი საზოგადოებაში აბრუნებდნენ თუ არ გამომჯობინდებოდა მერე იზოლაციაში და გარიყული იყო და ეს ყველა საზოგადოება არ ექცეოდა რა თქმა უნდა ეს კატასტროფულად კეთრიანებს მაგალითად ინგლისში იყო რომ შუა საუკუნეებში ბევრი დასახლებები იყო სადაც კეთრიან ადამიანებს პატრონობდნენ უვლიდნენ დაწესებულებები ძირითადად ქალაქის გარე უბნებში იყო და ძალიან ტრაგიკულად არის აღწერილი მე როგორ ცხოვრობდნენ ეს ადამიანები იქ თავის დაავადებასთან ბრძოლაში მაშინ როცა ძალიან უნდოდათ სიცოცხლე. სიცოცხლე ამ ადამიანებს უნდათ და ეს არის მაგალითად აი ეს 1001 ღამეშია ძალიან კარგად ნაჩვენები, სადაც ეს მოგზაური არის ერთი და ეს მეორე მოგზაური საკ კეთრი და ესე უნდა ერთად წავიდეთო რა და ამას არ უნდა კეთრიანთან მოგზაურობა და თვითონ წავა ერთ ქალაქში მეორეში და ნახავს რომ რო ჩავა იმ ქალაქში მეორე ქალაქში ეს ყოველჯერზე იქ დახვდება ხო ან კეთრიანი უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იყო მიუხედავად იმისა რომ კეთრი ქონდა მოგზაურობაც ძალიან კარგად შეეძლო და აქტიურიც იყო მოკლედ ამიტომ ადამიანებს კეთრის უნდა სიცოცხლე გრძნობენ ყველაფერს ხშირად აქვთ ენერგიაც ბოლო პერიოდში უკვე ხარ როცა ძალიან რთულდება დაავადება კარგავენ ორგანოებს და ძალიან ცხვირის დეფორმაცია, სახის დეფორმაცია და ესეთი დრამატული სიმპტომები ვითარდებათ, მერე რა თქმა უნდა სუსტებიან იმუნიტეტს უსუსტებად და მერე ბოლოს კვდებოდნენ, მაგრამ დასაწყისში განსაკუთრებით ხო ეს დასაწყისი რამდენია როცა ვამბობ დასაწყისი არის დიდი პერიოდი თვეები ზოგჯერ წლები ინკუბაციის პერიოდი საერთოდ წლები აქვს ზოგჯერ 10 წელი ანუ ბაქტერიას მიიღებს ადამიანი და 10 წლის განმავლობაში არაფერი არ ვითარდება შემდგომ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება კონდეს აი ეს შესული კანის ფერი გამონაყარებით ოღონდ დიდი სადაც კანის ფერი არის შესული ან მოთეთრო ან მოვარდისფროა რომელიც არ ეკავება ეს გამონაყარი შეიძლება სხვა რამეებსაც ახასიათებდეს სოკოს მაგალითად ან ფსორიაზი იქ მთავარი არის რომ ეკავება ადამიანს მგრძნობელობაც აქვს აქ მგრძნობელობა არ აქვს ვერ გრძნობს ცივს ცხელს ტკივილს დაჭერას და ასე და ადამიანები იღებენ მერე ტრავმას დროთა განმავლობაში და ეს ინკუბაციური პერიოდი ანუ სამ დაავადება გამოვლინდება გრძელდება ძალიან დიდ ხანს და ეგეც დიდი სინამდვილეში რეალურად კიდე დიდი შანსია ეს ადამიანებისთვის რომ ამ დროს უმკურნალონ ეფექტურად და კონკრეტული ნიშნები რო ვთქვათ, ნიშნები ესეთი აქვს, მოკლედ ღია მოთეთრო, მოწითალო, ან სპილენძისფერი ლაქა კანზე, მშრალი უბანი, სადაც კანი ნაკლებად ოფლიანობს და დაზიანებულ ადგილზე თმის რაოდენობა მცირდება. და ეს საკმაოდ მკვეთრად შემოსაზღვრული დაფაა რეალურად კანის დაზიანება, კანის უბანი, რომელზეც მგრძნობელობა არ აქვს, სიცივეს ვერ გრძნობს, ჩხლეტას ვერ გრძნობს ადამიანი. ხო, ეს უბანი კანის არ ტკივა, არ ეკავება ადამიანს და ამით შესაძლებელია მივიტანოთ ეჭვი სხვა დაავადებებისგან განსხვავებით, რომ სიცივის შეგრძნება არ აქვს, ტემპერატურის ტკივილის შეგრძნება არ აქვს ამ ლაქაზე და შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის ლეპროზი. რა თქმა უნდა, ხა მაინც ბამბის შედარების ტესტი არ უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ისეც დაქვეითებული ქონდეს მგრძნობელობა. კანის სხვა ჯამრთელ უბნებთან მიმართებაში უნდა შეადარო. ხო, ეს ბაქტერია აზიანებს ნერვებს და ნერვებს რო აზიანებს, დიდი პრობლემები იქნება. ნერვების დაზიანებით ბოლოს ნერვი შეიძლება გასქელდეს, მერე ნერვის გასქელება იწვევს ხოლმე ნერვის ფუნქციის დარღვევასაც, დაზიანებასაც, დაბუჟების შეგრძნებას, ჩხლეტის შეგრძნება შეიძლება ქონდეს კიდურებში ადამიანს, სისუსტის შეგრძნება შეიძლება ქონდეს. დროთა განმავლობაში ყურის ბიბილოები სქელდება ასევე კანზე მრავალი კვანძი ჩნდება სახე შეიძლება ქონდეს დიფუზური შეშუპებული სახე ქონდეს და ეგ ცხვირი მრუდდება და ანუ უფრო მუდმივად გაჭედილობის შეგრძნება ხდება ცხვირში ცხვირიდან სისხლდენა ასევე დასახასიათებელია ოღონდ ეს ყველაფერი შედარებით უფრო გვიანი ნიშნებია თავიდან მხოლოდ ლაქა ხელი და ფეხის განმეორებითი და უმტკივნეულო დამწრობები ემართებათ ამ ადამიანებს, ქრონიკული წყლულები ემართებათ ხელებზე, ფეხებზე, სხეულზე, თითები უმოკლდებათ, ტერფის ჩავარდნა, კუნთების ატროფია, კუნთები აღარ აქვს, ნერვი რო ზიანდება,
კუნთების ატროფია, სახის დეფორმაცია და მოკლედ ეს არის რატომაც ესეთი დრამატული სიმპტომები ვითარდება. ზოგ შემთხვევაში ლეპროზის შემთხვევა არის ზოგჯერ გადაუდებელი და პრობლემური. პაციენტების დაახლოებით 25-30% დღესაც კი, როცა მკურნალობა გვაქვს, არ აქვს ეფექტი. არ აქვს ეფექტი, ან უარესდება მდგომარეობა, ჩქარა მიმდინარეობს პროცესი და ეს პრობლემა არის. და ვინაიდან მკურნალობა გქონია, მკურნალობა ნამდვილად გვაქვს და ეს არის მთელი მიღწევა კაცობრიობის, რომ ადრე რომელი დაავადება, რომელიც რაღაც ღვთისმსახურად და ესეთ პირდაპირ რელიგიურ კავშირები ქონდა, დღეს ჩვენ ვიცით, რომ სრულად შესაძლებელია მისი განკურნება და სრულად იკურნება ადამიანი. თუ არ უმკურნალე, მაშინ ნელ-ნელა ადამიანი მოკვდება ესე საშინელ სასტიკად. და თუ უმკურნალე გადარჩება, ოღონდ აქაც ეს დაზიანებული ნერვები აღარ აღდგება, ანუ რაც დაზიანდა, ის დაზიანებული იქნება ისევ. და თუნდაც სახის დეფორმაცია და გარეგნული პრობლემები შეუნარჩუნდება მკურნალობის შემდეგაც კი. ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რაც შეიძლება მალე უმკურნალო, იმიტომ რომ არამეორადიული დაზიანებების, როდესაც წყლები ჩდება, უკვე ხელები ეწვება ადამიანს, თითების დეფორმაცია ხდება, ან მუდმივი ინვალიდობა ვითარდება ადამიანს და თითების დამოკლება არა. მაგ დროს არა, მანამდე უნდა უმკურნალო. დიაგნოზი არის, რომ ერთი ეს ლაქა, ღია მოწითალო მოვარდისფრო ლაქა, რომელსაც გრძნობიალობის დაკარგვა აქვს და კანის ნაცხში უნდა ვნახოთ მჟავაგამძლე ბაქტერიები, ეს ბაცილების აღმოჩენა და ასე ხდება. ხო, როგორ მკურნალობდნენ ადრე მკურნალობდნენ შელოცვებით, იზოლაციით, ჭრილობებით, მოვლით და რელიგიური რიტუალებით. მაგრამ ხო, ეგ რა თქმა უნდა არ შველოდა, უბრალოდ რაღაც დონეზე ადამიანს ზოგჯერ ეხმარებოდა ხოლმე, მაგრამ რეალური ეფექტი არა. ხო, და ნორვეგიელმა ექიმმა 1873 წელს გერალდ ჰანსენმა აღმოაჩინა დაავადებულ ქსოვილში ბაქტერია და ეს იყო განმწყვეტი მომენტი კეთრის ისტორიაში, როცა მიხვდნენ, რომ ამას იწვევს ბაქტერია და შემდეგ უკვე ანტიბიოტიკოთერაპიის განვითარებასთან ერთად, ანტიბიოტიკების აღმოჩენასთან ერთად ადამიანმა შეძლო კეთრის დამარცხება. დღეს მკურნალობენ ანტიბაქტერიული საშუალების კომბინაციით, რიფამპიცინი, კლოფამიზინი და დაფსონი, ეს სამი ანტიბიოტიკის კომბინაცია, რომელიც ერთი თვეში ერთხელ მიიღება, მეორე მიიღება ხოლმე თვეში ერთხელ ან ყოველდღიურად და მესამე დაფსონი მიიღება ყოველდღიურად. ხო, მკურნალობა გრძელდება 6 თვე, როგორც წესი, შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება 12 თვემდეც და ეფექტი უმეტესად არის ძალიან კარგი. რიფამპიცინის მიღების შემდეგ შეიძლება ადამიანს, რომლები ოფლი, ნარინჯისფერი ან მოწითალო ფერის გაუხდეს, საში არ არის, არ უნდა ჩათვალოს ადამიანმა, რომ სისხლდენა აქვს. ეხლა სად ვითარდება ჯერ კიდევ ეს კეთრი, სად არსებობს მსოფლიოში? არსებობს ჯერ კიდევ არსებობს 10,000-ობით შემთხვევა. უმეტესად არის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილია და ეგეთ ქვეყნებში, არის სამხრეთ აზიის ქვეყნებში, მაგალითად ინდონეზიაში და აფრიკის ქვეყნებში. ძირითადად აქ ხდება, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო ნაკლები შემთხვევებია, რადგან მკურნალობა გვაქვს ძალიან ეფექტური და ცოდნა გვაქვს, რაც მთავარი ამ დაავადების შესახებ. ხო, მკურნალობა არის თუ არა საკმარისი ყოველთვის. მკურნალობა ანტიბიოტიკებით არა, აუცილებელია რა თქმა უნდა დამცავი ფეხსაცმელები, ჭრილობისა და წყლების მოვლა, ფიზიოთერაპია და სხვა დამხმარე საშუალებები, კუნთების გაძლიერება. თუმცა ჯამში არის ეფექტური და ჯამში თანამედროვე მკურნალობა მნიშვნელოვანია. და უმრავლესობა იკურნება მოკლედ რა, რეციდივები არსებობს თუ არა, არსებობს კი, ანუ უკანონო დაბრუნდება დაავადება 93%-ში, მაგრამ ეს ძალიან დაბალია პროცენტი, ანუ თითქმის სრული უმრავლესობა იკურნება მოკლედ რა, აბსოლუტურ უმრავლესობაზე რა თქმა უნდა მეტი. და ეს არის ფიქრობთ, რომ ძალიან იშვიათი დაავადებაა, მსოფლიოში თითქმის 200,000 ადამიანს ულინდება ყოველ წელს, ინდოეთი, ბრაზილია, ინდონეზია, ესეთ ქვეყნებში და ჯერ კიდე არის მნიშვნელოვანი გამოწვევაა კაცობრიობისთვის, საბედნიეროდ საქართველოში ეგეთ შემთხვევები ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არის აღწერილი. ეს იყო რის თქმა წმინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, რადგან თქვენი ინტერესი და ინტერესის გამოხატვა და თქვენი აქტივობა YouTube-ის ალგორითმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, რაც ვაკეთებ და გინდათ რომ გავაკეთო და გავახანგრძლივო,
ამიტომ ის მინიმუმი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის გამოწერა და ლაიქება, რომ YouTube-ის ალგორითმიც მიხვდეს, რომ ეს კონტენტი საინტერესოა და მეტ ადამიანს აჩვენოს. მადლობა თქვენი ინტერესისთვის.